და ეს ნუ კურტიზანი ქალია, მათ შორის მით ეს დიალოგური ესენება რომ მე მხოლოდ მათთან წვევი ვისაც ბევრი ფული აქვს, შენ ფული გაქვს, ესენება მე არ მაგ, აბა რა გაქვს შენ, რა იცი, ხელობა გაქვს და მე ვიცი მხოლოდ მარხვა, ლოდინი და მესამეს რა ესენება არ მახსოვს ფიქრი, მარხვა და ლოდინი. მე ვიცი მხოლოდ ეს სამი რამე ეუბნება სითარტა. ნუ ამ გოგონასაც მოსწონს როგორც ჩანს ეს ახალგაზრდა სითარტა, მე ეს ახალგაზრდა ბიჭი და ეუბნება რომ იცი რა, ერთ ვაჭართან დაგაწყებინებ მე შენ მუშაობასო, მას უყვარს ესეთი შენ ნუ ამან იცის კითხვა, წერა, კითხვა ძალიან დიდი ფუფუნებაა მაშინ და შენ თუ მას დაეხმარები, შენ ბევრ ფულს იშოვი და ჩემთანაც იქნები. და მართლა ამ აწყებინებს და თავიდან იქ ჩანს როგორი ნიჭი აქვს მას რაღაცა ვაჭრობაში, ოღონდ თავიდან როგორ არიცით, ყველაფერს იღებს, ოღონდ გონებით არაფერში არ ეფლობა, რაზეც არის აღმოსავლეთი რასაც გეუბნება. აკეთე ყველაფერი, ნუ რაფერს ნუ მიეჯაჭვები. მართლაც ესე მიდის მისი ცხოვრება. ნუ ამ ქალთან ცხოვრობს, ერთობა, ნუ საყვარელი ხდება მისი უყვართ ერთმანეთი. ნუ გადის წლები, ბოლოს უკვე ესე აღწერს რომ ეს ბიჭი რომელიც ესე არაფერზე არ იყო მიჯაჭვული პირიქით როგორ ხდება უკვე რის ხდება უკვე ფულს ითვლის თამაში რაღაცა კამათლებით ნუ სერიოზული აგრესიაში და ერთი დაახლოებით 10 წელი თუ ვხდებით 20 წელი აქ რჩება სითარტა ამ ქალთან ვაჭარი სახელოვანი ნუ რაღაცა ფული აქ ყველაფერი აქ აბსოლუტურად და ერთ დღამის ხედავს ესეც სიზმარს რომ ჩიტი ფრინველი რომელიც მის ეზოშია ძალიან საყვარელი მისთვის ფრინველი გალიაში იპოვა მკვდარი. იღვიძებს სითარტა და ესე აღწერს რომ თითქოს რაღაცა ლიბრი გადავიდა მის თვალებიდან და ეს არის პირველი სამსარა რაც მან უწოდა მე იცით ხო სამსარა და ნირვანა ეს ორი მდგომარეობაა სხვათა შორის ამაზე თანხმდება ყველა ბუდისტებიც, ინდუისტებიც ეს არის ორი მდგომარეობა დედამიწაზე ერთ მოლეკულაშიც, ერთ ატომშიც კი ეს ორი მდგომარეობა რო იყოს, ისინი ერთმანეთს არაფრით არ ეხებიან. სამსარა, რასაც ჩვენ ვეძახით კარმის მიზეზ შედეგობრივ კავშირს, მაიას და ნირვანა, მდგომარეობა, რომელიც არავინ არ იცის რა არის, თუ არ განიცადე. და ეს ბუდა, ეს სითარტა ეძებს უდაოდ აი ამ ნირვანას მდგომარეობას. და აი აქ წამიერი განათება ხდება მის გონებაში და მე აღწერს ესეთ მომენტს ჰესე რომ ნუ გავიდა წელი ხა 20 წელი საკმაოდროა ეს დაბერდა მის სახეზე უკვე ნაოჭებია და წევს ამ თავის არ მახსოვს ამ ქალს რა ქვია მასთან ერთად წევს და ხედავს უკვე მას როგორ თვალებში ნელ-ნელა ნაოჭები როგორ უჩდება ჩაქრა ანუ ის ახალგაზრდობა აღარ არის და იწყებს სითარტა ფიქრს როგორი ამაოა სამყარო და უცებ ახსენდება რისთვის წამოვიდა სახლიდან, რისთვის მიატოვა ყველაფერი, ნუ რატომ მიატოვა მაშინ მამა სასახლე თუ მას ისე ესეთი მდიდარი ცხოვრებით უნდა ეცხოვრა და აი მომენტალური გადაწყვეტილება უნდა წავიდეს რა. მომენტალური გადაწყვეტილება სხვათა შორის ვფიქრობ ეს იყო ჰესეს ესეთი დანახული ეთქობა ჰესეს ცხოვრება რო წაიკითხოთ ესეთია უნდა წავიდეს და მიდის ცოლი ყავს სამი შვილი მიდის 2 წლით სადღაც ინდოეთში მიდის მუდამ გარბის რა და ბუდა ხდება სითარტა ხდება რომ სისულელეა ყველაფერი სისულელეა ეს ვაჭრობა სისულელეა ეს ფული სისულელეა ეს არის სწორედ სამსარა და თუ ამას თავი არ დააღწია ვერასოდეს ვერაფერს ნუ დაბერდება მოკვდება ჩვეულებრივად მიდის უკვე ეს ახალგაზრდა ლამაზი ბიჭი აღარ არის ეს არის დაანაოჭებული სახე აცვია საკმაოდ მდიდრულად, მაგრამ არაფერი არ აქვს, ყველაფერს ტოვებს, მოდის და მოდის ისევე მდინარესთან. ეს მდინარე ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქ ამ ჰესესთან ამ წიგნში და ხდება ისევის მებორნე. და ისევ თხოვს, რომ გადამიყვანე გზის კითხვა არის და იწყებენ საუბარს და სითარტა ნუ მან ვერ იცნო მებორნემ რა თქმა უნდა რომ მაშინ იყო ესეთი ახალგაზრდა ბიჭი ესეთი რაღაცა ბრაჰმანი ჩაცმული განდეგილი და ახლა უცებ მასთან ზის ძალიან დიდარი ეს ძვირფას დასაცმელში უკვე ასაკოვანი მამაკაცი და ეუბნება რომ გახსოვს რომ მითხარია რომ მე კვლავ შენთან დაუბრუნდებოდიო ხო არა ჯერეუნება რომ იცი ვერ გადაგიხდი ფულს იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს და როგორ ესეუნება ესეთი ჩაცმული ხარი და არაფერი არ გაქვს და გახსოვს რომ მითხარია რომ მე კვლავ შენთან დაუბრუნდებოდიო და აი ამ დროს იცნო ამ მებორნემ სითარტა და ესეთი დიალოგია მათში და ეს ეუბნება მებორნე რომ მოდი დარჩი ჩემთან
მომიხმარე იმუშავე ჩემთან ერთად და ესეც ესე ვთქვათ, ესეც განდეგილია. და იქ იწყება მათი პირველი ორდღიანი, არ ვიცით როგორი საუბარი, ხო, აქ არის ერთი მომენტი, რაც დამოვიწყდა, რომ მეთქვა, როდესაც ბუდა სითარტა გამოდის ამ ქალაქიდან, იმდენად ცუდად არის, გესმით, ეხლა ესეთი ცხოვრება თავის ყოლს ტოვებს, გესმით, ხო? სავსებით შესაძლებელია, რომ მან გააცნობიერო ეს არის ილუზია, მაგრამ ცუდად არის, გესმის და დგას ამ მდინარეში და თავის მოკვლას ფიქრობს, გესმის, იმიტომ რომ იგი უკვე თვლის, რომ ვერაფერს ვეღარ მიაღწევს, გესმის, რომ ტყუილია ყველაფერი რა. ბუდა რითი იყო კიდე, რომ იცოდეთ ძალიან საინტერესო პიროვნება, ამბობდა ეძიეთ, არავის დაუჯეროთ, არაფერი ირწმუნოთ, არც ერთ წიგს არ დაუჯეროთ და სხვათა შორის ეს იყო ადამიანი, რომელიც ამ ბრაჰმანიზმის წინააღმდეგ წავიდა და ყველაზე საინტერესო იცით რა იყო მისა და ქრისტეს ცხოვრებაში, ერთმაც დაანგრია ძველი რჯული, მეორემაც არავის არ უნდოდა რელიგიის შექმნა, თვითონ არ იყვნენ არც ერთი რელიგიის მიმდევრები და ბუდა მოკვდა და უზარმაზარი რელიგია შექმნეს და შესვეს ამ კვარცხლბეკზე და ქრისტე მოკვდა და ზუსტად იგივე გააკეთეს ადამიანებმა. ანუ ადამიანებს მაინც იდეალები, თორე ეს ორი ადამიანი ზუსტად ერთნაირი, ორივე იბრძოდა აი ამ ფორმალიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ერთი რელიგიას ფორმალიზმზე დადგამებდა და მეორეც და ეს არის ადამიანების, ეს არის ალბათ სამსარა, რასაც ესე გაურბოდა ბუდა. და შემდეგ მოკლედ აი აქ მოდის ამ რჩება ამ მებორნესთან და იწყება მათი საუბრები უკვე რა. ბუდა ხვდება, რომ უნდა გაჩერდეს, გესმით, რომ აი ამ ძიებაში არაფერი არ არის აბსოლუტურად. უყვება საიდან წამოვიდა, საიდან დაიწყო, როგორ გაიარა გზა იმ სამანთან, როგორ გაიარა, შემდეგ ბუდა როგორ იხილა, შემდეგ ქალაქი, შემდეგ ის ქალი, სიყვარული, სიმდიდრე, ყველაფერი რაც ამაობა. ნუ ყოველ შემთხვევაში რაც მატერიალურ სხეულში ადამიანს სჭირდება, მაგრამ არაფერი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ არაფერი არ არის, ეს არის ილუზია, რომელსაც თავი უნდა დააღწია. უბრალოდ ეს ეძებდა ხო ვიღაცა მატერიალისტი მეტყვის რატო უნდა დავაღწიო თავიო, მაგრამ კი ბატონო ყოველას ხა თავის არჩევანი აქვს ცხოვრებაში, ჩვენ სითარტაზე ვსაუბრობთ და რჩება აი აქ. და ეს მებორნე, რომელიც მას ეუბნება, რომ იცი რა, მოусმინე მდინარეს. გესმის? მდინარე ყოველთვის მოგცემს პასუხს ყველაფერზე და იწყება, არ ვიცი, მე ესე დავინახე, ეს არის პირველი ჰარმონია ადამიანის სამყაროსთან. შერწყმა, მდინარე გეუბნება იმას, რასაც გეუბნება შენი შინაგანი მხარე. მოსმენა, რაც ადამიანებს არ შეგვიძლია. სწორედ ამას ასწავლის ეს მებორნე, მოусმინე მდინარეს და მართლაც იქ არის მერე ბუდას ფიქრები, სითარტას ფიქრები, მას უსმენ, იგი უსმენს მდინარეს და იგი ყველაფერზე იღებს აბსოლუტურად პასუხს. და მესამე ეპიზოდი ძალიან საინტერესო, ხა წიგს მოვჩები და მე გავაგრძელებ ისე ბუდაზე. მესამე ეპიზოდი ძალიან საინტერესო, ქალს უჩდება შვილი მისგან. ნუ რეალურად მას ცოლ-შვილი ყავდა, რომელიც სასახლეში დატოვა, შემდეგ დაბრუნდა, ის ახლა უკვე რეალურ ისტორიას გიყვებით, დაბრუნდა იმ სასახლეში, აკურთხა თავისი შვილი სხვათა შორის განდეგილად და ისე წავიდა. და უკვე წავიდა სამუდამოდ, მე მას ჯერ 5 მოწაფე ყავდა და მე ძალიან ბევრი, მან 80 წელი იცოცხლა, ესეა ცნობილი, ძალიან დიდი და პირველი სამონასტრო ცხოვრება სწორედ მან დაარსა. და აქ იყო 6-წლიანი ეტაპი, რაც მან ხის ქვეშ განიცადა. ეს 6-წლიანი ეტაპია აღწერილი ჰესეს როგორც აი მდინარესთან, რა მდინარე, რომელიც გახდა მის ცხოვრებაში სიმბოლო სწორედ აბსოლუტის. არ ვიცი ხა ეს ალბათ ჰესესი იყო რაღაც, რაც მან ამაში ჩადო. და მესამე ეპიზოდი, რითიც ასრულებს მისი წინა მორბედი და ყველა მიდის მასთან და აი მისმა ხომ არ გახსოვთ იმ ქალს რა ქვია, მერტ ჩემი სახელი არ მახსოვს, ის ქალი, მოკლედ დაავლო ამ შვილს ხელი და კამილა. რაღაც ეგეთი სახელია, კამალა თუ არ ვხვდები, მოკიდებს ამბობს ხელს და მიდის და აი ამ მომენტში რომ ახლოს ამათთან ახლოს არის ბერებით შეხვდნენ მათ და აქ არის საინტერესო მომენტი, ამ ქალს გველი უკბენს, იღუპება ეს ქალი და ოღონდ ეუბნება ესენი უშვილიანი წაიყვანენ ამ ქოხში და ეუბნება რომ შენი შვილია და მიხედე. და ხა მათი ურთიერთობა
ეს ბავშვი არის საოცრად ესეთი დენდი რა, იზრდებოდა მდიდარ ოჯახში, სადღაცა მოსამსახურები ეხვია და ვერ იტანს სითარტას. მამა კი ამის იმარა ვერ იტანს ამ სიღატაკეს, ვერ იტანს ამ ქოხს, ახლა რატომაც ხო მოსთხოვე ახლა ყველა პატარა ბიჭია. და აქ ეს აი მებორნის ბრძნული სიტყვები, რასაც ეუბნება სითარტა ძალიან ნერვიულობს, იმდენად ნერვიულობს, აი ეს ბავშვი გახდა მისთვის უკვე სიყვარული, რაღაცა მიჯაჭვა უკვე სიყვარულზე. კატასტროფულად ნერვიულობს ეს ბავშვი, მას შეურაცხყოფას აყენებს, ძალიან უხეშად ელაპარაკება და მებორნე, რომელიც ეუბნება სითარტას, გაუშვი ნახოს მან ცხოვრება, დაბრუნდეს. ეს ეუბნება, რომ შენ ხო იცი, რომ ის ბრუნდება იქ, სადაც არის ილუზია, ის მაია, სამსარა, კი, მაგრამ შენ რომ ეს გზა არ გამოგევლო, ხო ვერ გახდებოდი ესეთი გესმით, ანუ გზა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს, არაფერი არ არის ამაში საშიში, მე რა მოხდა, დაბრუნდეს იმ ქალაქში, ეთკინოს, გახდეს ვაჭარი, რა ვიცი, გნებავთ ავაზაკი, გახდეს ყველაფერი, ოღონდ მიხვდეს, რომ ამაოებაა, გესმით, აი ამ კარმაში გინდა კეთილშობილი იყავი და გინდა ავაზაკი იყავი, ერთი მონეტის ორი მხარეა რა, ნახე ყველაფერი, ნახე რომ უბრალოდ მიხვდე, რომ ეს ამაოებაა და ამ ყველაფერს თავი უნდა დააღწიო. და უჭირს ძალიან ეს ბავშვი წავა, გაიქცევა, ეს გაყვება უკან, ნუ ეს ბავშვი ვერ პოულობს ზის ამ სასახლის წინ, სადაც ოდესღაც იმ ქალს შეხვდა, ეხლა ბერები ცხოვრობენ და 2-3 დღე ზის და ისევ მოვა მასთან ეს მებორნე. წაიყვანს უკან და იქ ეუბნება, რომ მოусმინე მდინარე გეტყვის შენ. და ეს აი მწერა რომ თქვენს კარმის სწავლება, რაზეც ბუდასთან იშლება ძალიან საინტერესოა, აი აქ ეს ეშლის ესე. უცებ უსმენს მდინარე სითარტა და უცებ ესეთ მოგონებები მოდის მის სახში, თვითონ როგორ იყო შვილი, თვითონ რო წავიდა თავის დროზე მამის წინააღმდეგ, წავიდა რათა ცხოვრება ენახა, ეხა მისი შვილი იგივეს აკეთებს, ეხა იმის შვილი იგივეს აკეთებს და უცებ ხვდება, რომ ეს არის მიზეზშედეგობრივი კავშირი, რომელიც არ დასრულდება არასოდეს და რომ ყველა ადამიანმა თავისი პირადი გამოცდილებით უნდა მიაღწიოს ერთადერთ მდგომარეობას, განთავისუფლებას. და ბოლო ფინალი, რაც არის ამ წიგნში ძალიან საინტერესო, ეს ღიად მთავრდება ეს წიგნი, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაზე ახლა გავაგრძელებ, კიდე ამას გავშლი, გოვინდა ხვდება კვლავ სითარტას, უკვე ეს მებორნეც მიდის, აქეთი მოკლედ ეს ტრადიცია, როდესაც ასრულებ რაღაც მდგომარეობას, მიდიხარ მარტო განდეგილად, ალბათ კვდები ესე და მებორნე მოდის. ისა უკაცრავად გოვინდა მისი მეგობარი უკვე იმ ბუდას მოწაფია, გარკვეულ ალბათ რაღაც მდგომარეობა აქვს და ხვდება სითარტას, ვერცნობს თავიდან, სითარტა გადაიყვანს, ახლა სითარტა მუშაობს როგორც ეს მებორნედ, გადაიყვანს მეორე მხარეს და მათ შორის დიალოგი, ნუ იცნობს ეს ბოლოს ეტყვის, რომ ნუ სითარტა გაუხარდება. აი ესეთი საინტერესო სიტყვებია, Facebook-ზე დავწერე ეს სიტყვები და ნუ ბევრმა მითხრა ვერ გავიგე, არ ვეთანხმები და აბა ვიფიქრეთ ამ სიტყვებზე. ნუ სითარტა ეუბნება, რომ გოვინდა შენ ეძებ, მუდამ ეძებ და ამიტომაც ვერაფერს ვერ პოულობ. და აბა რა ვქნაო, დარჩი ჩემთან ეუბნება ამას რა და ესეთ რაღაცას ეუბნება იმისთვის, რომ იპოვო უნდა გაჩერდე. ვინც ეძებს, ვერასოდეს იპოვის. იმისთვის რომ იპოვო უნდა გაჩერდე, იმიტომ რომ იმისთვის რომ დაინახო უნდა იყო გაჩერებული უძრავ მდგომარეობაში. გესმით? გოვინდაც ვერ ხვდება ამ სიტყვებს. სხვათა შორის კრიშნამურთელი ლექცია ამაზე მიძღვნილი, ბუდას ამ სიტყვებზე არა, აი ამაზე, იმ რომ ეძებ ვერასოდეს ვერაფერს ვერ იპოვის ის, ვინც ეძებს. იმიტომ რომ ეძებ რაღაცას, რაც იცი ალბათ რაღაცას, რასაც ეძებ ხო, იმ რაღაცას აქვს ალბათ რაღაც ფორმა შენს გონებაში. აი კრიშნამურთი ახლა მოვიშველი კრიშნამურთი ხო ამის გასაშლელად ნახე რას ამბობს, შენ ეძებ სამოთხეს, შენ ეძებ ღმერთს. რახან ეძებ ეს ნიშნავს, რომ შენ გონებაში დაპროექტებული გაქვს, რა უნდა იყოს სამოთხე. სხვანაირად აი გოვინდა სწორედ ამას ეუბნება სითარტა, ერთი არ მოგეწონა, მეორე არ მოგეწონა, მესამე გაჩერდი. ანუ სად გაჩერდი? ვიღაცის მოწაფედ დარჩა, თუნდაც იყოს ბუდა ის ვიღაც.
ანუ ეგ არ არის რა ჩემი იპოვე. გაჩერდი, რომ ისწავლო მოსმენა. და კრიშნამურტი ესე ამბობს, რომ იცი რა უნდა ქნა, არაფერი არ უნდა ეძებო. შენი ცხოვრება უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ განთავისუფლდე ყველაფრისგან, რაც ნაცნობია. და მისი ცნობილი ფრაზა, თავისუფლება ნაცნობისგან, წიგნი, რომელიც მიუძღვნა კრიშნამურტის ესეთი წიგნი აქვს დაწერილი, თავისუფლება ნაცნობისგან. აი ესეთი მომენტია რა. ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და მე ვთვლი რომ ეს არის ჰესეს გენიალურობა რა. მე ვთვლი რომ ჰესე რაღაცას ძალიან ჩაწვდა ისეც როგორც იუნგი ჩაწვდა რა. სხვანაირად ამ სიტყვებს უბრალოდ ვერ დაწერდა. არაფერი არ უნდა ეძებო რა. რისკენაც უნდა ისწრაფო ადამიანმა უბრალოდ განთავისუფლებისკენ, შენი მოგროვილი იდეები, სტერეოტიპები, თეორიები, წარმოსახვები, წარმოდგენები, წრუწმენები და აი ეს რაღაც მოვა თვითონ რა, ის რაღაც არ უნდა ეძებო. ესე სრულდება ეს ნაწარმოები, რომ სითარტაც მიტის მარტო, მაგრამ ახლა გავაგრძელებ უკვე თვითონ ეს ბუდას 6 წლიანი ცხოვრება ხის ქვეშ რო იჯდა. აქ არის ძალიან საინტერესო ქალღმერთი მარას ფენომენი, რო შემოდის მის ცხოვრებაში, ხო ესე ამბობენ, რომ ის იჯდა და სხვათა შორის ცხოვრებაშიც ესე წერია, რომ მიხვდა უაზრობა იყო ძებნა, ერთ მონასტერში მივიდა, ნუ ერთ ასე ვთქვათ, კლასიკური მონასტრები არ იყო, რაღაცა სკოლა, ხო, ესე დავარქვათ, მივიდა, ისწავლა, წამოვიდა და ბოლოს მიხვდა, რომ просто სისულელი ამდენი სიარული, სისულელი ამდენი მასწავლებლები, ახლა რეალურ ბუდაზე გიყვებით, სისულელი ამდენს მიყოლა, რომ უბრალოდ დაჯდა ხის ქვეშო და თქვა, მე აქედან არ ავდგები, სანამ არ მივახცევ ნირვანას ეს გამბედაობა და ნებელობა ნახეთ რა, არ ავდგები. მიხვდა, რომ ყველაფერი საკუთარ თავში შეიძლება იპოვო მხოლოდ არსად არაფერი არ არის, არც ტაძრებში, არც დაწესებულებებში, არც თუნდაც განსხილოსნებულ მეორე ადამიანში. შენ იქ ვერაფერს ვერ დაინახავ. აი აქ შეიძლება იპოვო და რატომ იდე ქალღმერთ მარას შევეხო, ეს მარა არის წვდიადის ქალღმერთი, ჩვენ ასე შეშმაკს ვეძახით, მაგრამ აღმოსავლეთ ინდუიზმზე ვისაუბრე, არც ბუდიზმს არ აქვს ეშმაკის გაგება ისეთი როგორც საქრისტიანობას და რა ხდება ახლა ნუ ეს 6 წელი ზის თავში ხდება ძალიან ბევრი რამისგან და ზუსტად ეს აღწერენ სხვათა შორის ეს ბუდისტი ძალიან ჭკვიანი, ძალიან ისეთი დიდი ფსიქოლოგები არიან. ზუსტად ესე აღწერენ ბუდას ცხოვრებას, რომ თავის თავში არაცნობიერის ყველა კუნჭული გაანათა. აი ქრისტიანი თეოლოგები ქრისტეზე ამას არასოდეს არ ამბობენ, არა და დარწმუნებული ვარ, ამაზე გადის გზა რა. დარწმუნებული ვარ, ქრისტეს ფენომენი უდაბნოში სწორედ ეს იყო, რომ გაიარა საკუთარ არაცნობიერზე. ის ეშმაკი სხვა კი არაფერია, ხან პურზე გველის სახით რომ მოდის, იგივე ფენომენია, მაგრამ ნუ ქრისტიანებმა არ ვიცი, ალბათ აღმოსავლეთს უფრო დიდი სიბრნა ჰქონდა ამაში, რომ ეს გაეხსნა. და აქ ხდება ესეთი მომენტი, რომ ბოლოს ანუ ყველა უფსკრული გაიხსნა, ასე ვთქვათ, მასში და ბოლო დარჩა ქალღმერთი მარა. ოღონდ რა არის ქალღმერთი მარა? არამც და არამც ეშმაკი გარედან მოსული. ესე წერია, რომ ბუდა მის მიიღო როგორც საკუთარი ფსიქიკური არსის ნაწილი, იმიტომ რომ მარაც კი ეხმარება მას წარმოიდგინეთ რა. ნუ უტევს მარა და რა ხდება? თავარია გააცნობიერო ეს წვდიადი შენში გესმის და ბოლოს ამ თავის სამ ქალიშვილს იყენებს, ისინი ამოდიან და ნახეთ რა არის აქ ბუდას მომენტი. თავარია არ აღშფოთდე, არ შეშინდე, არ აღბრთოვანდე. აი ბუდიზმი, ბუდა, იუდაიზმი ესე ამბობს, სულ ერთია შენ კარგ ხასიათზე ხარ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, ესე იგი შენ რახან ხასიათზე ხარ, შენ კიდე სამსარაში ცხოვრობ, ანუ შენ კიდე ასე ვთქვათ კარმაში ხარ რა, იმიტომ რომ იქ არ არსებობს მიხარია და მწყინს. აი ეს იშლება, გესმით რა არის დაბადება და სიკვდილი იშლება. ის კი არა რომ მარტო იყოს დაბადება და ბედნიერება, არა, ბედნიერება და უბედურება იშლება. მის მაღლა დგება რაღაც, გესმით? ეხლა მესმის რომ ეს სიტყვებია, რასაც მე ვსაუბრობ, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ხომ უნდა გადმოვწე, ეხლა დანარჩენი რეფლექსია სადითაოთ ალბათ ყველა ჩვენგანს უნდა გქონდეს ამაზე. რა არის ეს ყველაფერი? და მარას იღებს როგორც საკუთარი არაცნობიერის ნაწილს, იღებს ძალიან მშვიდად სხვათა შორის. აუღელვებლად
და მარა იხევს უკან თავისი ქალიშვილებით, ნუ იქ არის რომ ესენი ისრებს ესროდნენ ცეცხლოვანს და ყვავილებად იშლებოდა ეს სიმბოლიკები ეს ყველაფერი ყვავილებად იშლებოდა ნიშნავს რომ არ აღშფოთდა ანუ ის არის არ გვხვდება რეაქციას არ აკეთებ ხო უკვე ნიშნავს რომ ეს არის მდგომარეობა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რა არის გამოწვევა პასუხი აღარ არის გესმით? აი კრიშნამურტი სულ ამას ამბობს, მაშინ ხარ მთლიანი ადამიანი, როდესაც კი არ პასუხობ, ეხლა შენ მე როგორ დამელაპარაკები, არა, მე მუდამ ჩემი სისავსიდან გელაპარაკები. ხვდები განსხვავება რა არის? ერთია შენ როგორ დამელაპარაკები, ისე გიპასუხებ, ანუ კარგად დამელაპარაკები, კარგად გიპასუხებ, ცუდად დამელაპარაკები, ცუდად გიპასუხებ და მეორეა ნებისმიერ სიტუაციაში ჩემი სისავსიდან გელაპარაკები. ქრისტე ამას სიყვარულს ეძახდა, ხო? აი ეს მდგომარეობა აქ არის დამარცხებული წვდიადის და სინათლის რა. ორივეზე მაღლა დგები და ბუდას ესეთი ცნობილი სიტყვები მე სიკვდილით სიცოცხლით სიკვდილი კი არ დავამარცხე, არამედ ორივეზე მაღლა დავდექი. ძალიან მნიშვნელოვანია ბუდას ცხოვრებაში არის მან რასაც ყოფიერების ბორბალი უწოდა 12 საფეხურიანი სისტემა. ეხლა ზეპირად ვერ მოგსურვებთ კიდე წაგიკითხავთ ამას. ეს არის პირველი ავიდეა, უცოდინრობა, უვიცობა, ხო? მე ვთქვი ერთხელ რომ აღმოსავლეთს არ აქვს ცოდვის გაგება, აღმოსავლეთი გეუბნება რომ არის სინათლე და არის წვდიადი. სანამ ხარ წვდიადში, უცოდინრობაში, მანამდე შენში ყველა მანკიერებაა. ეს არის ავიდეა, კარმული ძალები, ფსიქოფიზიკური ცნობიერება, გრძნობის ორგანოები და აზროვნება, შეხება, გრძნობა, ტოლვა, მისწრაფება, ცხოვრების ნება, დაბადება, მოხუცებულობა, სიკვდილი. ყველაფერი უნდა გადალახოს ადამიანმა. ეს არის 12 საფეხურიანი ბორბალი და ამ ბორბლის გადალახვით ამ ყველაფერზე მაღლა დგება ადამიანი. და დიადი 4 ჭეშმარიტება, რასაც მიაწერენ ბუდას, რაც მან თავისი ცხოვრებით მოიპოვა, ტანჯვის დანახვა პირველ რიგში და რაც სხვათა შორის არის რეფლექსიისთვის რო იცოდეთ დაკვირვება ესე უნდა გქონდეთ რეფლექსია აქედან იწყება პირველი ტანჯვის აღმოჩენა მეორე ამ ტანჯვის მიზეზების გაგება ანუ ვიტანჯები ხო შემდეგ მოდის რატომ ვიტანჯები მესამე საფეხურია გზების ძიება როგორ დავამარცხო ეს ტანჯვა და მეოთხე საფეხურია აბსოლუტური მდგომარეობაში გადასვლა რა და ხ პარალელს გავავლებ იუნგთან თუ გახსოვთ მე ვთქვი მან ესე ცნობიერების ექტოფსიქიკური და ენდოფსიქიკური სტრუქტურაზე ისაუბრა და ექტოფსიქიკური სტრუქტურა ანუ ცნობიერება როგორ უკავშირდება გარე სამყაროსთან ენდოფსიქიკურია ცნობიერება რითიც უკავშირდება არაცნობიერს და ნახეთ როგორია ექტოფსიქიკური შეგრძნება აზროვნება გრძნობა და ინტუიცია ზუსტად იგივე შეგრძნება პირველი რომ რაღაც არის შევიგრძენი რომ რაღაც არის მეორე ფუნქცია ეს არის აზროვნება ამ რაღაცას არქმევს სახელს ნახეთ რა მხელებს გავსება აქ ბუდას ამ 4 ჭეშმარიტებასთან მესამე რა გრძნობითი სფერო რა ღირებულება ამასში გესმის ანუ შეგრძნებამ დამანახა რომ რაღაც არის აზროვნებამ ამას დაარქვა ფურცელი და გრძნობა მეუბნება რა ღირებულება ამ ფურცელში და მესამე ინტუიცია რომელსაც ამ ყველაფრის მიღმა გაღავხა და მე ვთქვი რომ ახლა ფსიქოლოგიაში ეს გრძნობითი ინტუიცია, მაგრამ არსებობს ეს ეგზისტენციალური ინტუიცია, აი ძენ ბუდიზმში განსაკუთრებით ზოგადად ფილოსოფიაში ეგზისტენციალური ინტუიცია არის სწორედ აი ეს, რითიც ბუდა ნირვანაში გავიდა, ქრისტე რავის თავის სამოთხეში თუ რა ვიცი რა ქვია მდგომარეობებს. ხო, ანუ აი ეს მომენტი რა და რეალურად ამაზე გაიარა რა ამ ყველაფერმა. აი ამ ბუდაზე ამბობენ თვითონ რომ ძალიან ცოტას ლაპარაკობდაო აი ამ 6 წლიან პერიოდზე რაც მან ამ ხის ქვეშ გაატარა და პრინციპში რა უნდა ელაპარაკა რა აი როგორ უნდა მოეყოლა მას ახლა ადამიანებისთვის რა განიცა და ეხლა ხო წარმოგიდგენიათ რამხელა ინდივიდუაციის პროცესი მიდიოდა მასში ხო ჩავიდა და აბლადა მთელი თავისი არაცნობერი და უფსკრული შეიცნო რა უნდა თქვა მას თავისი მოწაფეებისთვის ხო სისულელია და ერთი მომენტია ბუდა ცხოვრების საინტერესო ეს არის ბუდიზმის დამახასიათებელი. მიდის მასთან ერთი პოლიტიკოსი და ეკითხება, რომ ომში როგორ დაამარცხოს მეზობელი ვიღაცა სამთავროებად დაყოფილი და ბუდა ეუბნება, რომ იცი ესეთი კანონები გამოუშვით, რომ ყოველთვის გასაგები იყოს და რაღაც ესეთ 3 თუ 4 რჩევას აძლევს და ის მადლობა გადაუხადა წავიდა და
მოწაფეს ის მასთან ეს გაგიჟდა და შენ მთელი ცხოვრება სულ იმას გონები რომ ომი ცუდია და როგორ ასწავლეო მასო რომ ომში როგორ მოიგოსო და ბუდეს პასუხის არის კი მაგრამ მას ჩემთვის არ უკითხავს ომი ცუდია თუ კარგიო მან უბრალოდ უკითხა ომში როგორ მოვიგო ეს ხვათიშვილის ესეთია ბუდიზმი აი აღმოსავლელი მოაზროვნეები ისინი პასუხობენ პირდაპირ პასუხზე ხო ზედმეტად არ უხვევენ არც მარცხნივ არც მარცხნივ და საერთოდაც თუ არ შეეკითხები აი შეიძლება ეძებდე ფურცელს წინ გედოს მაგრამ თუ არ შეეკითხე ის არასოდეს არ გეტყვის რომ ფურცელი წინ გიდოს და საერთოდ ეს ზედმეტი სიტყვები იქ ძალიან ისეთი არა ძალიან ზედმეტია ამდენი სიტყვები იმიტომ რომ ადამიანი თავის კარმაში მოქმედებს და მიეცით საშუალება იმოქმედოს ეძებოს გაიაროს ის გზა რა ვიცი ვიღაცას ეჩხუბოს დამარცხდეს გაიმარჯვოს იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის ამ კარმიდან განთავისუფლება იგი გარდაიცვალა როგორც ამბობენ 80 წლის ასაკში და ცხადიშერის დღეს ტაძარია აგებული იმ ხესთან, სადაც გადმოცემით არ ვიცი ისეთ საერთოდ რამე სულ მეღიმება ხოლმე, სადაც გადმოცემით განიღებთო ბუდა და გარდა ამ ბუდისტი ბერებისა მოდიან იქ ევროპელები, ნუ ამ ხესთან არ ვიცი რას ეძებენ იმ ხეს, აი სულ მეღიმება კიდე რას ეძებენ იერუსალიმში ხალხი რო ჩადიან ხოლმე და ამ ქრისტეს ნაფეხურებზე რო დადიან, რას ეძებენ სულ მაინტერესებს და შობას უნდა ისა აღდგომის ღამეს არ ვიცი ყოფილხარ იცით იქ რა ხდება ერთხელ ჩვენი ქართული მართლმადიდებელი მამა იყო და მე მოუყოლია ხუტრეში რომ გამოვიდიო ცეცხლი გამოვიტანეო და ხალხში გამოვიდო შარველის ჩემწრო და ყველაფერიც ანუ იქ რა ხდება ხუცე მოგიდგენი აი სულ მეღიმება მე შეი რატომ იკლავენ თავს რას ეძებენ პროსტა იმ იერუსალიმში არ ვიცი აი ქრისტე ხომ მხოლოდ აქ შეიძლება იყოს, აი რა შუაშია სად გაიარა რომელ კარებზე დააშთა და რომელ ქვაზე დააშთა და პარადოქსი ბუდას ცხოვრებაზე, რაც ვთქვი ქრისტეს ცხოვრებაზე, ადამიანი რომელიც იყო ყოველგვარი ავტორიტეტების, ყოველგვარი იდეალების წინააღმდეგ, არის შემოსვეს რაღაც უზარმაზარ კვარტლბეკზე, მისი უდიდესი ქანდაკებები და შემდეგ უკვე მერე ასეთი ღმერთი გახდა. ნუ განსხვავებულია ცოტა ქრისტიანული ღმერთისგან, იმიტომ რომ ქრისტიანობა ერთპიროვნულად ქრისტეს ღმერთად განიხილავს, ისინი ამბობენ, რომ ეს არის განსხილოსნებული ადამიანები. თვითონ ბუდიზმი მერე განვითარდა, იქ გაიყო მერე მიმართულებებად, როგორც ხდება ხოლმე, ყველას თავისი ჭეშმარიტება ქონდა, ყველა ამტკიცებს, რომ არასწორად იმან გაიგო ბუდამ ეს 6 წელი როგორ გაატარა ხის ქვეშ ეს მარაზმი კიდე ადამიანური აზროვნების. და რა ვიცი, მე უკვე ეს დღეს ცენტრი ტიბეტია, იცით მაგისი ხო, ინდოეთში იყო და მე საერთოდ ინდუიზმა და მოგვიანებით ისლამმა განდევნა ჩინეთში მთავარი რელიგია, ნუ იაპონიის ნაწილშიც და ტიბეტში როგორც ვიცი, მე-13 საუკუნიდან იღებს ეს ლამას ხელდასხმა ეს რა ვიცი, ტიბეტელი ბერები, ყველაზე ნუ ამბობენ სერიოზული სწავლა, მაგრამ მე პირადად გეტყვით, რომ მე ესეთი ორგანიზებული არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ და საერთოდ არც ვთვლი, რომ აი ეს საათობით რაღაცა მანტრების სხვა ძალიან რთულია, რომ იცოდეთ იქ უნდა იზებირო მანტრები, რომ მეთიხარი აი თუნდაც იმ მონასტერში ხარ, რაც იმასთან არის ახლოს ბუდას ხესთან, ასე ვთქვათ რა. ხო და იქ სულ უნდა იზებირო მანტრების ურთულესი რაღაცა არა, მეც ვთვლი, რომ სწორედ ასე შეიძლება შეიცნო საკუთარი თავი მშვი და წყნარად შენი გზა იპოვო კუთხეში ხლა გინდა ხის ქვეშ დაჯექი და გინდა ტახტზე წამოწექი ჩემეზეთ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თავარია რომ ადამიანი მოცული უნდა იყო აი შენი მთელი სამყაროთი და რაც იყო წაღა მნიშვნელოვანი რას ვთქვი სად იყო მისი გონება რომ ადამიანმა კი არ ტკბობა კი არ დაიწყო ცხოვრებით პირიქით შეკითხვები დასვა მაშინ რატომ თუ ავათხდები თუ კვდები თუ გარდაუვალია რატომ ვიბადები რა აზრია გან ყველაფერს და მიხვდა რომ არსებობდა კარმის რაღაცა ესეთი დიადი კანონი მიზეზ შედეგობრივი რომელსაც ადამიანმა აუცილებლად თავი უნდა დააღწიოს და დააღწიოს სწორედ ესე არა სინათლის სიგნალის დამარცხება არა სიცოცხლეს სიკვდილის არამედ აი ორიოზე მალე დადგომა აი როგორ დადგომა ეს უკვე ყველა თქვენ ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ გეტყვით რა არავის არ გაყვეთ ცხოვრებაში არავის მიმდევრები არ გახდეთ არავის არ დაუჯეროთ არც მე მათ შორის აი არავის რა იპოვეთ თქვენი გზა თქვენი საკუთარი ფილოსოფია შექმნით ცხოვრებაში და მოусმინეთ ყველას
მაგრამ იპოვეთ თქვენ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი თუნდაც შეცდეთ თუნდაც დაეცეთ ჯობია რომ თქვენ თვითონ იბრძოლოთ ფეხზე დასადგომად ვიდრე ან მამამ ამ ფილოსოფოსმა ამ ფსიქოლოგმა მოკიდოთ ხელი არა კი ბატონო კონსულტაციები გაიარეთ მოусმინეთ მაგრამ მარტო რომ დარჩებით არ მოусმინეთ აი როგორც დინარეს უსმენდა სიცართა ესე მოусმინეთ შიგნით რაღაცას თქვენში ის ხმა ისე ძლიერდება მე დროთა განმავლობაში ისე ძლიერდება და მართლა ყველაფერზე პასუხს გაძლევს და ნელ-ნელა რა ხვდებით ხო ახლა აღარ გავშალეს ბუდას სწავლება რომ ყველაფრის მიზეზი არის სურვილი ბუდა ამბობდა მიხვდა რომ სურვილი იწვევს სწორედ მიჯაჭვას იმ დროს ეს გინდა და სურვილებს დასასრული არა აქ რომ თავისუფლება ეს არის რეალურად სურვილებისგან თავისუფლება იმიტომ რომ ელემენტარულად როც იკმაყოფილო ეს სურვილები უბრალოდ ყველაფერი ბასკარგავს ყველაფერი გბეზდება ადამიანს რომ სწორედ აი ტკივილს იწვევს სურვილი სიხარულსაც იწვევს სურვილი და იმიტომ ამბობს რა არ არსებობს თქვენ თუ გაქვთ სიხარული იცოდეთ რომ უნდა გქონდეთ აუცილებლად ტკივილი ეს არის ერთი მონეტის ორი მხარე ამიტომ თუ გინდათ განთავისუფლდეთ ყველაფრისგან სიხარულიც იმ სიხარულსაც უარი თქვით და იმ ტკივილსაც ეს არის ერთი მონეტა რომელსაც ქვია კარმის მიზეზ შედეგობრივი კავშირი და მხოლოდ ამ ბედნიერებისგან და უბედურებისგან თავისუფლება იწვევს აბსოლუტურ განთავისუფლებას ვიცი ამაზე რეაქციები ხალხის ვიცი ამაზე ბევრს საუბრობ და მეუბნებიან მაშინ აზრი რა ყველაფერი იკარგება ну ეთყობა არ იკარგება რა როგორ ჩანს აზრი აქ ამ ყველაფერს და როგორ ჩანს იყვნენ ადამიანები ვინც რაღაცები უფრო მეტად სხვანაირად დაინახეს იმიტომ რომ მოგვიანებით ფროიდიც ამას იტყვის ну იუნგი საერთოდ ну ფროიდი სულ მაგას ამბობდა რომ სწორედ სურვილია რაც იწვევს ადამიანში ამ რაღაცა მიბმას მიჯაჭვას ამ ყველაფერზე